Hi. Თან გამოგვიცა. და საუკეთესოდ მეძინა, აი ძალიან კარგად მეძინა, დიდი ხანი აგრე არ მძინებია. აი იცით რა არის ყველაზე კარგი საფხულის დღეები როა. რა თბილად აღამე აღონდა ისეთი სიცხე რო არ არის შემაწუხებელი, ანუ ეგრე ძალიან არც ხელა ჯერჯერობით დღაამე, რომ რაღაცა ძილი შეუძლებელი იყოს. ხადაი მაგ დროს არაფერი რო არ გაცვია საერთოდ და აი ძალიან ბრილად რო გძინოთ. აი ეგ არის საუკეთესო რაღაც ხორცი. Oh, I need toner. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ გადავიღე ვიდეოები, რომელიც უნდა შემდეგ დამეედიტებინა და რა მოხდა? გადმოვიტანა ეს ვიდეოები კომპიუტერში და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მქონდა slow motion-ზე ჩაწერილი, რომელსაც ხმა არ ქონდა. და ამ ვიდეოებში ვლაპარაკობდი ძალიან ბევრს. და ნერვები ძალიან მევეშალა ამ ფაქტზე. ხოდა თუ გამახსენდა მე რაზე ვლაპარაკობდი? კიდევ ვილაპარაკებ. არ ვიცი რა ჭირს ჩემს სახეს, მაგრამ გაჩვენებთ მაგრამ ამას წავიშვა. აი აქ გამომდის რაღაც წვრილი რაღაცები და ესეც ითლდება. უყურეთ, აი რა საშინლად მაქვს, აი ეს ადგილი. ამ ადგილას მხოლოდ სხვა ადგილას არა, აი აქ და აი ნიკაპის ადგილას. ეს არ არის რაღაც pimples და რაღაც საერთოდ სხვა რაღაც არის, აი ალერგიასავით. ხოდა მე ვერ ვხვდები უბრალოდ არ გამიარა. უარესად მქონდა ახლა ცოტათი დაცხრა თუ რაღაც, მაგრამ საშინლად მაქვს რა, აი რამე რო არ წავისვა ახლა ამ ადგილას, ესე გარეთ ვერ გროლა. So, ასევე სახლები ჩემს შესახებ. ორ თვეში უნდა გადავიდე ამ სახლიდან, როგორც იცით, ეს სახლი არის ჩემი ის არის. And she told me, get the fuck out of here. I'm just kidding. ხა უნდა გადავიდე აქედან. არ ვიცი რა, როგორ იქნება, დიდი ალბათობით ვიდეოების გადაღებას ვეღარ შევძლებ და ყველაზე ცუდი მომენტი ის არის ადამიანის ცხოვრებაში, რომ ჩემ შემთხვევაში ისეა, რომ რაღაცეები, რაც მსიამოვნებს რაღაცეების გაკეთება, ნელ-ნელა ეგ ყველაფერი, ანუ უკან მოდის და აღარაფერი აღარ მრჩება ცხოვრებაში, რითაც სიამოვნებას მივიღებ. ხოდა ეს ვიდეოებიც რომ სიამოვნებს, აი რაღაც მიზნები რო გაქვს, ოცნებები რო გაქვს და მაგ ოცნებებს რომ იცი რომ მაგ ოცნებებს ვეღარ აისრულებ. იმედს რომ კარგავ, ეგ არის ყველაზე ცუდი. იმედი არის ძალიან დიდი რაღაც, ვიდრე იმედი გაქვს. ყველაფერს მაინც შეძლებ, მაგრამ იმედს რომ კარგავ, მანდ თავდება საერთოდ ყველაფერი. ორი თვე მაქვს ბედნიერების, მარტო ყოფნის ბედნიერების. მე არ ვიცი რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე ცუდი არის ის მომენტი, რომ ბევრი რაღაცის იმედი დავკარგე. ეგ ერთი რაღაც არის, რაც გაქვს ადამიანს იმედი და ეგ გაძლებინებს ძალიან ბევრ რაღაცაში და ეგ გადაგალახინებს ხოლმე ძალიან რთულ პერიოდებს თუ დღეებს თუ რაღაცებს იმედი, რომ ერთ დღეს ეგ იქნება, მაგრამ ამ იმედს რომ კარგავ, ყველაფერი იმსხრება საერთოდ და არაფერს არ აქვს აზრი. ეს პერიოდი ვცდილობ რომ ბედნიერი ვიყო ან პატარა რაღაცებით გავბედნიერ და მარტო ამაში არ არის საქმე, ძალიან ბევრი რაღაც ხდება, რაც ამ იმედს მიკარგავს საერთოდ ყველაფრის და ზოგჯერ ისევა, რომ ხვალინდელი დღე რო გათენდეს, აი არანაირი აზრი არ აქვს, აი დარწმუნებული ვარ ზოგჯერ გქონდათ ეგეთი მომენტი ადამიანებს, რომ აი გირჩევნია, რომ აი ხვალინდელი და აი შენთვის არ გათენდეს. ხოდა ვიდრე ბოლომდე მაგ ფიქრებში წავა, რაც მალე მოხდება. იმიტომ რომ ანუ ეგეთი ადამიანი დავიბადე და მოკლა. ვიდრე ეგ მოხდება, მაგრამ მანამდე ვცდილობ რომ ცოტათი ბედნიერი ვიყო.
ცოტათი არა. მეორე ბედნიერი ვიყო. ძალიან მიყვარს ეს სახლი, ძალიან შემიყვარდა, აი, არ ვიცი, თვითონ კუთხეში ჩემი რაღაც არის. ამ სახლის რემონტშიც ძალიან ვიყავი ჩართული და დიზაინშიც და რაღაც ყველაფერი, მაგრამ you had to leave everything. ყველაფერი უნდა მიეტოვა ერთ დღეს, მოკლედ. ხო, მოკლედ ესეთი სიახლეებია. ხოდა დიდი ალბათობით არ ვიცი ვიდეოების გადაღებას გავაგრძელებ თუ არა. არ მგონია ყოველ შემთხვევაში. და ვიცი რომ მაგასაც რო გავაკეთებ, უარეს მდგომარეობაში ჩავარდები. არ მინდა რომ დაგასევდიანოთ და ცოტ იმაზე. დაგაყენოთ, იმიტომ რომ ბოლო ვიდეოებში ძალიან ხიარული ვარ და მომწონს ჩემი თავი ეგეთი რომ ხიარული ვარ. იცი რა, ყავისინაც სულ დღეს ვსწავლევ ჩაის, იმიტომ რომ ჩაი უფრო მეტად მინდა და შემდეგ გარეთ უნდა გავიდე. გარეთ უნდა გავიდე და კიდე მინდა რომ რაღაც vintage shop-ებში გავიარე და რამე თუ ვნახე საინტერესო ვიყიდე. ნუ არ ვიცი, რატო მიყვარს ესე ტანსაცმელი. გამოვიტანე, ხოდა რომანებია სხვადასხვა რაღაციდან გამოწერილი და გაჩვენებთ მაინც. Rhodes Sleep Pencil. ძალიან მომეწონა წინაფერი, რომელიც მქონდა, იყო Teddy. არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს. Teddy იყო თუ არ ვსწრებით უსწორად მომობდა, ეს არის ფელი ბალანსი. და ნუ აი ძალიან მომეწონა და ეს არის უფრო ისეთი ყავისფერი, ხელზე გაჩვენებთ. ხო, უფრო ისეთია, მოყავისფროა და Teddy გადადიოდა აი ოდნავ შინდის ფერში თუ რაღაც მსგავსი და ძალიან მომწონდა. რა ესეც ძალიან კაი ფერია. ყავისფერია უფრო. ხო, ყავისფერია უფრო და კაია, მაგრამ Teddy ბევრად სჯობს მაინც. ჩემი კამერის USB გამოვიწერე, ერგება, მაგრამ ახლა მაქვს USB-ს თავი გადამყვანი, რომ მაგში შევაერთო, ანუ ყოველთვის რაღაც მაკლდება. გამჭვირვალე საწრუპები, იმიტომ რომ წინასე დავამდრია. გამიტყდა, ხოდა მიყვარს გამჭვირვალე საწრუპი, ყველაზე კარგი არის რკინის საწრუპების საშინელება, იმიტომ რომ რამდენჯერმე რამის წინაკბილი ჩამოვიგდე და პლუს ძალიან ცივდება და ანუ ვერ ვსვამ საერთოდ. ასევე მინდოდა დიდი ხანი სავარჯიშო რეზინი, ნორმალური და ეს გამოვიწერე, რომელიც ძალიან ხარისხიანია, ძალიან კარგია და თან ანუ ეს არის ლაითი. და საკმაოდ ისეთია რა, ანუ რთულია და ეს რომ იყოს მედიუმი ან რაღაც წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა. მაგრამ ძალიან კაია. და გამოვიწერე ეს უსაყვარლესი ბიუსჰალტერი თავისი panties with panty it's cute. ძალიან კაი ხარისხია, ძალიან ლამაზია. თან ეს არ ვიცი კარგად მექნება თუ რა დიდი ჩანს ცოტა. მაგრამ ძალიან საყვარელია და ესეც არის ძალიან ლამაზი. შიგნიდან მაიკები შიგნიდან იქნება უსაყვარლესი. ეს იყო ჩვენი unboxing. What should I do now? ვერ გავუქვია მომიც ვარაფერი, ანუ ხან წვიმს, ხან მზეა, ხან ანუ არ ვიცი, ტორნადო და ყველაფერია საერთოდ. Okay. ღამეა. We don't need this. ჩემი აზრით თქვენ გიყვართ thrift haul, so ეს იქნება thrift haul. ცოტა რაღაცები ვიყიდა, იმიტომ რომ საინტერესო არაფერი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო დავხარჯა, ასე რომ იმ ცოტა რაღაცებს ვაშვენებთ.
პირველ რიგში შარვალი, რომელიც პატარა მაქვს, მაგრამ მაინც ვიყიდე. რატომ ვიყიდე? არ ვიცი, იმიტომ რომ ესეთი შარვალი ძალიან მომწონს. და ძალიან მინდა და ესეთი შარვალი დიდი ხანი ეს არის გაფის შარვალი, მაგრამ პატარა მაქვს. როგორც უკვე აღნიშნე, ასე რომ იმედი მაქვს. ასე რომ ამ შარვლის გამო მაინც უნდა დავიწყო კი არა და შევწყვიტო ჭამა, რომ ამ შარვალში ჩავედიო. I don't know. Next. ეს შარვალი, რომელიც ისე არ მადგე, რომელიც როგორც მინდა რომ მადგეს, იმიტომ რომ მოდკეცილია და გაჩვენებთ. მაგრამ ამ შარვლის რა მომეწონა გაჩვენებთ. აი ეს მძივების დეტალები, რომლებიც აქვს უკან და ასევე აქვს ეს ულამაზესი რაღაც და ასევე ეს მძივების თუ რაღაცის დეტალები წინ და არის უსაყვარლესი, ამით გამომეწონათ ამ ფერის ძალიან კაია. მაგრამ არის ცოტა მოდკეცილი და არ მინდა ესე მადგეს და კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა მოვკლო ჭამას ან სისულელეების ჭამას უფრო მეტად. რადგან მაქვს ზედმეტად მოდკეცილი და არ მომწონს ეგ ფაქტი რომ მაქვს ზედმეტად მოდკეცილი. შემდეგი არის ეს მაისური. საყვარელი მაისური და კარგი ფერია და ასევე მეორე მაისური, რომელიც ვიცი რომ კარგად მექნება. და ეს არის ეს მაისური და ეს შარვალი, რომელიც შარვალი არა, ბრიჯია თუ რა ქვია ამას, რომელიც ესე გამოიყურება. It's cute. Why do I have it like it? Big ass. Because I was doing some exercises. ეს არის მეორე მაისური, რომელიც უფრო მეტად მომწონს. და კიდევ უარეს ის არის, რომ ამ კამერაში სამჯერ უფრო მსუქარი ვჩანვარ, ვიდრე რეალობაში ვარ. So it's cute, I think. I love these trousers. That's all. So ეს იყო ჩემი thrift haul and I go now. Love you all. და კიდევ ბოდიში ინგლისურად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო კარგად ჭირს ჩემი ინგლისური, ვიდრე ქართული. That's all. I don't know. Oh, და გვავიწყდა კოცნა.